მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები. ნახეთ უკვე სერიოზული რიტუალით შემოვედი. ნახეთ რეები ხდება. ნახეთ. გასაღები, ჩაკეტილი გასაღები, გაიხსნა ვიღაცაზე და მინდა გაგახაროთ რიტუალს ქვია. მეტოქე საპერნიცა რომ წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ. აქ სერიოზული რუნებია, სერიოზული ზემოძალებია მოხმობილი. ვინც საჭიროა ის არის მოხმობილი და დასახმარებლად რომ დამეხმარონ, სერიოზული ძალაა ეხლა აქ. ეს სანთელი გავაკეთე მე როგორც ყოველთვის, ქვემოდან ზემოდან. აქ რუნები დაუბეჭდე, ყველაფერი დავაპროგრამე, რუნები არის დახატული. აქაც რა ხდება ეხლა უცებ აგიხსნით, როგორც ხედავთ სერიოზული შეკვრა მაქვს გაკეთებული თავისი ბაწარით. ეს საპერნიცა და თავთან კისრის ბოლომდე შუა ჩაკრა და წელიდან და ფეხებამდე აქ გადაუტყდა ფეხებში რომ ლურსმანი ჩავარჭე, რომ აღარ გაინძრეს და კარგია. უკვე დაიწყო მოქმედება, უკვე ხედავთ რომ ეს თეთრი სანთელი როგორ ტირის, ხედავთ ხო, რა დღეშია. ეს წითელი სანთელი შესაბამისად თქვენთვის გულები, ეს არის თქვენი სანთელი აქეთ, აი ეს არის თქვენი სანთელი, აი აქეთ. ბიჭი და გოგო. მიხვდით ხო? აი ეს, ცოტა ჩანს. აი ეს მამაკაცი და ქალბატონი ეთერზეთებით გაჟღენთილი, აქ ჩაყრილი მაქვს რაც საჭიროა ჩემო კარგებო, აი, რაც საჭიროა. აქ ესე იგი თეთრი სპირალია, რომელიც ესე იგი თქვენი მეუღლე, თქვენი ყველა აბსოლუტურად მეგობრები, ვინც ხართ ხო, ვინც ესე იგი ვისაც მეტოქე არ გაძლევთ საშუალებას რომ ნორმალურად იცხოვროთ ხო, არის მაგიური შეტევები, არის პრივაროტები, ატვაროტები, გაციება ურთიერთობის და ასე შემდეგ ხო. აქეთ ამხარე მუშაობს რუნებით და აქაც რუნებია ისეთი, რომელიც საპერნიცას წაიყვანს თქვენი ცხოვრებიდან, ურთიერთობიდან და შეკრავს, ამას მოეჭირება მერე ეს, ესე იგი არის რომ უზილკოვე მაგიას ეძახიან, არის ხო, აი ბაწრის მაგია, კვანძური მაგია, მიხვდით ხო, რომ გამოვკვანძოთ და თქვენ რომელიც უკვე გაკვანძული ხართ, ბოლომდეა თქვენი კვანძი, ბოლომდე მაქვს ამ ნელ-ნელა მოვუშვებ, გაგანთავისუფლებთ, მიხვდით ხო, რომ ეს ყველაფერი გადაუვიდეს საპერნიცას. ხო, მოკლედ ჩაიფიქრეთ, ამ სანთელს უყურეთ, უკვე კარგად ჩანს, უბრალოდ მეც ვეღარ გამოვწევ. პირდაპირ სპირალში დგას, თეთრი თმაქვს მოხატული სპირალი და მერე რა თქმა უნდა რაც საჭიროა წითელში თქვენ ხართ და აქეთ თეთრში დავტოვე ეს. ბლაგავონიათი უკვე ვიმუშავე, მაგრამ თქვენს წინ კიდე გავააქტიურებ. რუნის წყობას ვთხოვ, რუნის სულებს რომ დამეხმარონ, მადლობით მოუმადლიერებ, რა თქმა უნდა, თქვენც მადლობა უთხარით და რომ დაგვეხმარონ მაღალი ძალები, წმინდა ძალები, მე ვინც მოვიხმე სიყვარულის და ჰარმონიის, რა ქვია, ღმერთები და ანგელოზები და სიყვარულის ღმერთი, რა თქმა უნდა და აი ამ საპერნიცას ხო, აი ეს სანთელი აქ დავაკავშირე ორივე სია. ანუ დაიცავს თქვენს ურთიერთობას გაწმინდავს და აქ რაც მოხდება, ყველაფერი წავა რუნები პირდაპირ წაიყვანს. აქ მაქვს სერიოზული რუნები შუაში დახატული და მოკლედ სერიოზულ დაცვაში ხართ, მაგრამ ამ რიტუალის მერე, ვისაც ოჯახებიდან ყავს მეუღლეები, აი ესე გამწარებული, თქვენ ხართ ეგრე გამწარებული, ანუ მეუღლე მიდის მოდის ხო,
ან წაყვანილია და პრივაროტი აქვს გაკეთებული, მე გირჩევთ, რომ ოჯახზე დაიყენოთ დაცვა. მე მაქვს სხვადასხვა დაცვები. პიროვნულად პირად დაცვა არ გიშველით ამაზე. ოჯახზე უნდა დაიყენოთ. ვისაც არ აყავთ შვილები და მეგობრები ხართ და შეყვარებულები და ასე შემდეგ და ხელის მოწერის გარეშე გრაჟდანსკი ბრაკს რო ეძახიან, იმით ისე ცხოვრობთ, მაშინ დაიყენეთ მაგის უნივერსალური დაცვა. არ დაგავიწყდეთ, მე აქ კი დაცვებში მყავხართ, მეც ძალიან გავიაქტიური აქაურობა ყველანაირად. ესეც მე გამოდგება საპერნიცასთვის. მოკლედ ავხსენი ყველაფერი, ჩემო კარგებო. ეს სანთელი, აი ისეთ დღეშია, უყურეთ. ეს თავარი ჩემ უკვე ვიღაცას გაეხსნა თქვენდამი ურთიერთობაში გასაღები გაიხსნა და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ჯერ დაწყებული არ მქონდა, მაგრამ აქ ისეთი ძალაა და ეს სანთელი, მიცით რომ მე ვამზადებ, ხო? დაგიმზადეთ მეგობრებო, ამას გამოვიყენებ სხვა რიტუალში და გაგახარებთ, უბრალოდ ეხა უნდა შეიწოვოს ყველაფერი, რაც საჭიროა და უნდა დავაპროგრამო. აი ესე უყვარხართ ნინიას, როგორც თქვენ. აი თქვენი თითო ჩარიცხული, აი ეს ყველაფერი ლარიდან დაწყებული, აი ესეთ რაღაცეებში მიდის. ძველმა გამომწერებმა იციან, ახალო გამომწერებო სტუმრებო მოგესალმებით. ჩემი ნომერია 593 53 4757. მომწერეთ WhatsApp-ზე ვმუშაობ მარტო და არ დამირეკოთ დიაგნოსტიკაზე და ასე შემდეგ. პრივაროტებს არ ვაკეთებ, ნუ მომმართავთ, ბევრი მწერს და რა თქმა უნდა უარს ვეუბნები და არაფერს ჯადომადოებს მე არ ვაკეთებ, მე მხოლოდ შემიძლია მოგხსნათ და გაგწმინდოთ და ნელ-ნელა შეგიმსუბუქდეთ ეს ყველაფერი სიმძიმე და გამოისწოროთ ცხოვრება. წაიკითხეთ კომენტარები, როგორი მადლიერია ხალხი, ხალხი განიკურნა, არის განკურნებადი რიტუალები, ლოცვები და არის ენერგეტიკული, არის ჩემძალებზე და მოკლედ ყველანაირს იპოვით. ამოსკროლეთ ვიდეო, რასაც მთხოვთ ახალო გამომწერებო, ეს ჩაწერე ნინია, ის ჩაწერე არის იპოვეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. მოკლედ დავიწყე, ვააქტიურებ. რა ძალები ტრიალებს, ნეტა იცოდეთ აქ რა ძალები ტრიალებს. ვააქტიურებ ჩემს დაპროგრამებულ და რუნის დახმარებით ამ შავ სანთელს. თავიდან ესე იცის ფითილი მერე წაიღებს, იმიტომ რომ ძალიან მოვინდო მეტყობა. აი ესე უნდა ვიწვალო. მაგრამ მაინც აინთება, ნუ გეშინიათ, აინთება. ესე იცის პროგრამულ სანთლებმა. ესე იცის პროგრამულ სანთლებმა. იმიტომ რომ ძალიან აიყირაობს თქვენი საპერნიცა არის მეტოქე მიწაში. მე ვინც მიცნობთ, ჩემო ძველ გამომწერებო და შუალედო გამომწერებო, იცით რომ მე მაქვს ჩემი სპეციალური სამუშაო მიწა, ეს უბრალო მიწა არ არის, ყვავილის მიწა არ არის. აი დაცვებზე უკვე მედებიან. ავამუშავებთ. რუნაროა ცოტა. ნახეთ, ესე იგი რამდენს გაქვთ პრობლემები, მეგობრებო? ავამუშავებთ, ძალიან მოვინდომე, ალბათ. ნახეთ. ეს უკვე ჩემი ბრალი აღარ არის, უნდა აინთოს შავი სანთელი. მეგობრებო, ნახეთ როგორი პრობლემები გაქვთ. ჩემო გოგოებო, ბიჭებო. ძალიან სიამოვნებს რომ წერთ ხოლმე აი გაშლებზეც და ან რიტუალებზე, რომ აი ნინია გელოდებოდით, დიდი მადლობა ნდობისთვის, დიდი მადლობა რომ ასეთი კარგები ხართ, მეგობრებო.
მეგობრებო, რეები ხდება, ხედავთ? რეები ხდება, ფითილი შიგნით იწვება და არ ამოდის. ხედავთ, ესე იგი ისე მოვინდომე მე, რომ სხვა გზა არა გვაქვს, ეს არის რიტუალის ერთ-ერთი დამწყები. ძალიან გვებძვის. რუნების სტავს ვთხოვ, რომ დამეხმაროს ანთებაში, უფალს ვთხოვ, ჩემს ანგელოზებს ვთხოვ, არხანგელებს ვთხოვ, რომ აი ცოტა წაეკიდა, რომ დამეხმარონ ანთებაში. გოგოებო, აქ რაც ჩამოდის, გოგოებო, ბიჭებო, მე უფრო ის იქნება, რა ქვია. ესეც ნეგატივი ჩამოდის. ესე იგი, ესე უნდა ემუშავა ამ პროგრამას თავიდან, ნუ გეშინიათ. ჯერ თქვენ აგანთებთ და მე ავანთებ ამასაც. არ არის პრობლემა, თუ არა და სხვა შავი სანთელიც აქვს ნინიას, მაგრამ ეს უნდა ავანთო. ხო. უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, ვააქტიურებ ყველაფერს, რუნებიდან დაწყებული, ძალებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, ნათელი ძალებით დამთავრებული. ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი და თქვენი სახელი, გოგოებო, ბიჭებო, გოგოებო. ჩაიფიქრეთ. ეხა მე გავააქტიურებ მეტოქეს. ხედავთ, რეები ხდება, როგორ არ უნდა, რომ წავიდეს ცხოვრებიდან, არ უნდა. ვინც იცით სახელი დაასახელეთ, ვინც არ იცით გეეჭვებათ, მაინც დაასახელეთ, ვინც საერთოდ არ იცით, უბრალოდ მეტოქე ან საპერნიცა თქვით. მიხვდით ხო? რამოდენიმე სანთლით უნდა გადაუკიდო მე ახლა. ხედავთ, რეები ხდება. მე ამას აი ესე დავიდებ. თქვენ უყურეთ, მუშაობს, ესე ხდება ხოლმე. პირველი არ არის ჩემ პრაქტიკაში. ხდება ხოლმე, მივეხმარები, რუნა კვეორტას ვთხოვ, რომ ამყვეს ძალებში, იმიტომ რომ ძალიან დავაპროგრამე ეტყობა. მე რო ძალიან მოვინდომებ, მე ჩემ ძალებს მე თვითონ ვერ ვაკონტროლებ და აი ეს შემთხვევა მოხდა ალბათ და თან კიდე ისეთი ისა გაქვთ, რა ქვია, პორჩა ბევრს, რომ პრივაროტებიც ხო ჩავრთემი აქ. მომისმინეთ, მე აქ პრივაროტს არ წმინდა, მე ვალაითებ, ვანეიტრალებ. მიხვდით ხო? ნახეთ, რეები ხდება, ბრახ. Просто წკაპ, აენთე. მაინც უნდა აგანთო. სულ რო ესე ჩავწვა, მეგობრებო, ესეც ჩათვალეთ, რომ მუშაობს ესე. თქვენ არ ინერვიულოთ მაგაზე. ესეც მუშაობს, იმიტომ რომ უკვე ესე იგი ჩემი ხელით უნდა ჩამოსულიყო აი ეს ყველაფერი თავიდან, ჩემი დაპროგრამებული, უნდა მივეხმარო ალბათ ესია, სხვანაირად ვერ ვიტყვი. თქვენ წინაშე ხდება სასწაულები, რომელიც სანთელი არ ინთება, მეგობრებო, მაგრამ უყურეთ ეს რაც არის, უყურეთ, ეს ყველაფერი უკვე მუშაობს. ეს უკვე ჩამოგივიდათ ნეგატივი. მიხვდით ხო? ჩამოვიდა ნეგატივი. სანთლებს უყურეთ. წარმოიდგინეთ, როგორ მიდის ეს მეტოქე თქვენი ცხოვრებიდან. უყურეთ. წარმოიდგინეთ, როგორ წკაპუნობს, ნახეთ. ისეთი კარგი სურნელი მოდის თქვენი სანთლებიდან. და თან პარალელურად უყურეთ აი ამას მეტოქეს. აქ დაფიქსირდა აი ამაზე, მეგობრებო, ვიღაცა დგას აქ, ნახეთ, დგას და
ხელში უჭირავს სანთლები, შავი სანთლები და ლოცულობს, თავზე აფარია ღამე საფლავთან, აი სასაფლაო, ხედავთ, რო გითხარით, ესეც პროგრამა უკვე იმუშავა და ნახეთ, იძახებს რაღაც სულებს, დემონებს, სუშნას წებს, ლარვებს, ვინც ეხმარება. უყურეთ და ეს ბატკანივითა, უყურეთ, მაგრამ ეს ნამდვილი ბატკანი არ არის, ეს უბრალოდ რაღაცა შეწირეს, ცხოველი შეწირეს, მიხვდით ხო, აქ მსხვერპლ შეწირვაც არის. აქ არის კიდე საყვირი, გიტარა და გოველივით, აქ იძახებენ შავი მაგიის წარმომადგენლები, არის ასეთი რიტუალები, რომ ესე იგი იმას ქნან სულებს იძახებენ და ასე შემდეგ. მიხვდით ხო, როგორც ანგელოზებს აქვს ჩვენსას თეთრებს ხო, საყვირი. აი ესეთი ვარიანტია. უყურეთ რეებშრება, მე ამ ჩემი სანთლით უნდა გავაძლიერო, სხვა გზა არ დამჩა. აქ არაფერი ის არ უნდა, არ ვკითხულობ მე დღეს სიტყვებს, უბრალოდ თქვენ ისეთი რა, ჩემი ხელები და თქვენი, ჩემი ენერგია და თქვენი მონდომება, მაგია რა არის, ეს არის ხო, რომ გამოგივიდეთ და ნახეთ რეები ხდება, ნინიამ ისე მოინდომა, რომ აქ უყურეთ ნემსები გაყრილი, უყურეთ ნემსები, ქინძის თავები, უყურეთ რა დღეში ხართ და როგორ არ ინთება ფითილს, არ უნდა რომ აენთოს ფითილს, მაგრამ აი ესე მე როგორმე ჩათვალეთ, რომ ეს უკვე გადამუშავებაა, ეხლა მე ხო უფრო ვიცი, ხო? და არ ინერვიულოთ თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ, ნახეთ როგორ ბოლავს, აი ჩემი სანთლით რომ ვეხები, ძალიან ბოლავს და მადლობა უფალს, მადლობა რუნის წყობას, კვეორტას, რომელიც ეს ხლა აინთება. უყურეთ, მოინდომეთ, წარმოიდგინეთ, ვისაც დასაბრუნებელი ყავთ, როგორ ბრუნდება თქვენთან, როგორ მოვიდა თქვენთან უკვე, მიხვდით ხო? როგორ მოვიდა უკვე თქვენთან. აი ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, მეგობრებო. კარგით, ამას ეყოფა და მე ეხლა შემოვიყვან სტუდიაში მეორე შავ სანთელს, ამან უკვე გადაამუშავა, ესეც ხდება ხოლმე, ახალო გამომწერებო თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ესეც ხდება ხოლმე, იმიტომ ვიძახი არასდროს არ ვიცი, როგორ წარიმართება რიტუალი. მე ამას არსად არ წავიყვან, მე ამას დავტოვებ თქვენთან ერთად, აი ესე, უყურეთ, რამდენი ცოტა ცხელია, აი აქ უკვე ბუმერანგები წავიდა და პირდაპირ ქალის სახე დაიხატა, მეგობრებო, ნახეთ, საპერნიცას თავი დაიხატა და აქ არის ფეხი, რომ მიდის, ისე წავიდეს, რომ გზები ვეღარ იპოვოს. მიხვდით ხო, ნახეთ და აი აქ ჩამოვიდა ტუჩებია, აქ არის გული, აქ არის აი ეს ყველაფერი, რაზეც იმუშავა და რაზეც ასე შემდეგ. მიხვდით ხო? მე ამასაც აი აქ დაუტოვებ, ამას დაუდებ, იმუშავებს, აი ამას ვდებ აი აქ. სანთელს ვტოვებ აქ და შემოვიყვან სტუდიაში მეორე სანთელს. აი ამ სანთელს. თქვენ ნუ გეშინიათ. ერთი წუთი მეგობრებო უნდა ავდგე. თქვენ უყურეთ, მხოლოდ უყურეთ. ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვთ, მე ხედავ უკვე, რომც არ ვილაპარაკო, ხედავთ უკვე როგორი პრობლემაა.
გაგმის სანთლიდან. ავანთებ რომ ეს იქნება გამანეიტრალებელი. აქ ბუმერანგი კეთდება, ნახეთ უკვე როგორ დაიწყო წკაპანი არ მოეწონა. აქ კიდე თქვენსას წაიღებს, გაასუფთავებს. სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდა, ხედავთ? ხალხნორეები ხდება. ჩემმა ძველმა გამომწერებმა იციან, რომ ესე ხდება ხოლმე. აი ისვრის ნახეთ, იმიტომ რომ ეს უბრალო ხეზე არ მიდევს მე ეს და ესეც არა მაქვს უბრალოზე დადებული მთელი დაცვებით მყავხართ მეგობრებო, ნუ გეშინიათ. მე ჩემთვის კიდე მომიწევს სანთლის გამზადება, რომ არ შეიძლება უსანთლოდ ვიყო. მთელი დემონები, მთელი ეშმაკებია აი აქ მეგობრებო, ნახეთ, ჩათვალეთ, რომ ეს პროგრამულად უკვე ნამუშევარია, არ ინერვიულოთ ამაზე. ყველაფერი ხდება რიტუალის დროს. როგორც უნდა, ჩვენ როგორც გვინდა, ისე არ მიდის ხოლმე, მიხვდით ხო? ნახეთ ეს როგორ ნელა-ნელა იწვის, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ არის. თქვენი ჯერჯერობით როგორც ცოტა ჩამოეწვეთა თქვენსას, ისვრის. ხო, აქეთაც გულიდებს თუ არ ჩანს, ხო, აი ესე და მეგობრებო, მე ხარ რას გავაკეთებ, იცით? მე ნელ-ნელა აი ამ თოქს აქ რომ აქვს თქვენი შებოჭილობა, გზაკავცოვკები და ყველაფერი რო აქ შეკრულობა და წინ რომ არ მიგდით საქმე და რო არ მოდის თქვენი კაცი ან დარბის წინ და უკან, ან თვითონაც არ იცის რა უნდა. არის ხოლმე პრივაროტებს უკეთებენ, ატვაროტებს მე ჯერ თქვენ გიკეთებენ, მე მამაკაცს ეკეთება პრივაროტი, რომ ხელი შეშლა არ მოხდეს და ეს ბევრმა არ იცის და დიდ შეცდომებს უშვებენ. აი ამ შეცდომებიდან ემატება ის, რომ თქვენ უკვე გაშავებული გაქვთ სიტუაცია, თქვენი ენერგეტიკა დაბინძურებულია და არ გამოდის არაფერი. აქედან გამომდინარე, აი აქ მე ხლა ცოტა კი არა, კარგად შევეხე იმას დატვირთვაში, პროგრამაში ატვაროტებს და პრივაროტებს. სასიყვარულო პრივაროტს. მე ხლა აი ამ თოქს თქვენ აი ესე გამოგანთავისუფლებთ ცოტა, უყურეთ, გამოგიშვით. ხედავთ? აი გამოგიშვით. და ამას აი ამ საპერნიცას მეტოქეს უყურეთ, შევკრავ, შევკარი. ხედავთ? შევკარი. ძალიან გეწინააღმდეგებათ ხალხნო, ძალიან გეწინააღმდეგებათ. ეს დღეები ვფიქრობდი კიდე მინდოდა სხვა რიტუალი წმენდის, მაგრამ არა. მეუბნებოდნენ, ადექი ნინია ჩაატარე, ადექი ჩაატარე და ავდექი და ჩავატარე. მოკლედ მიხვდით ხო? ესეთი სიტუაცია გაქვთ ჩემო გოგოებო და ბიჭებო. ესეთი სიტუაცია გაქვთ, რომ სავალალო მდგომარეობა. იმიტომ რომ აქ ნახეთ გაიხსნა. როგორ გეწინააღმდეგებათ. თქვენ უყურეთ იმას რა ქვია თქვენ სანთლებს საპერნიცაზე რაც გინდათ ის ილაპარაკეთ, გაუშვით, გაუგზავნეთ ეს მთელი სიბოროტე, რაც ესე იგი თქვენ დამიჯერეთ ძალიან იმუშავებს, ჩემი რიტუალები ყველა მუშაობს, უბრალოდ ხანდახან თქვენ ენერგეტიკებს გააჩნია, ცოტა ბევრი დრო უნდა, ხან ისე უნდა, ხან ესე უნდა, აქედანაც შეკრული მყავს. ხო, მოკლედ, აქ რა ხდება?
აი ჩამოვიდა ურთიერთობა, ესე იგი იწმინდება, ნახეთ, იწმინდება, იწმინდება ურთიერთობა, ჩაკრებზე თავიდან დაწყებული, ფეხებამდე დამთავრებული, ნახეთ, უყურეთ, ქვედა ჩაკრებამდე. უყურეთ, სულ ჩაკეტილობა, სულ წყევლა, უყურეთ, რეები ჩამოდის თქვენგან. ძალიან კარგი მიხარია, ძალიან კარგი. გასაგებია, ეს თქვენია, რა თქმა უნდა. და მე ამ სანთელს აქ ახლა იტვირთება, უთქვენოდ ეკრანს გარეთ, დავამთავრებ მე ამას, ნახეთ როგორ დავბეჭდე, მოვინდომე. ძალიან სერიოზული ის არის. ეს სიტყვა არ უყვარს იმას YouTube-ს. სერიოზული ძლიერია, მიხვდით ხო? მე ხა აქ ისეთ რაღაცებს ვგრძნობ, გოგოებო, რომ რა ვიცი, როგორ გითხრათ რა, ძალიან ენერგიებია მინდა გითხრათ. ნახეთ როგორ წკაპუნობს, მიდის, წაიღე სანთელო, წაიღე. ნახეთ როგორ წკაპუნობს, შავს უყურებთ? ნახეთ როგორ წკაპუნობს. დაიწყო მოქმედება, დაიწყო. ოხოხო. ნახეთ როგორი სუშნასწები ლარვები, პრივაროტები, მამაკაცის ორგანო, ხედავთ, რეებია. ხედავთ და ჩემს სანთელზე თავიდანვე გასაღები და მამაკაცის ორგანო იყო, როგორი ესე იგი ნაფხაჭნებია, ეს არის ქარში გაკეთებული ქარში. ზოგვარიანზე აკეთებენ ესე ძლიერ ქარში. ნახეთ, რეებია, პირდაპირ პრივაროტი ჩამოვიდა. ძალიან კარგად დაიწყო, თქვენ დაცვები ხართ, არ შეგეშინდეთ. ოხოხოხო, რა კარგად მუშაობს, გოგოებო, რა კარგად მუშაობს. კმაყოფილი ვარ, მოკლედ კმაყოფილი ვარ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი წუთით. აი ასე. ჰაერი მივცეთ. ოხოხო, წამოვიდა გოგოებო, წამოვიდა. იყავით, მაგრძნობინეთ, მიდით ენერგეტიკულად, მაგრძნობინეთ, რომ აქ ხართ, აი ამაში ხართ, აქ ხართ, აქზე ხართ, მაგრძნობინეთ. ძალიან საჭიროა თქვენი ენერგეტიკები. ყველა რიტუალზე, რა თქმა უნდა, მარტო ამაზე არა, ფეხები, ხელები გახსენით, არ გქონდეთ გადაჯვარედინებული. გახსენით ფეხები, ხელები. აქ ისეთი რაღაცები ჩამოდის. უყურეთ, მე შემოვიტან ახლა აქ ეთერში. თქვენს ენერგეტიკულ დაცვას გავაძლიერებ. სამი სანთლიდან წაუკიდებ. გოგოები, ბიჭები. და დავამაგრებ აი აქ. და ეს იქნება თქვენი ენერგეტიკული წმენდა. აურა დავიცვათ, ხო? არ გვაწყენს. უყურეთ, რა ჩამოვარდა, გადასარევი, კიდე მოტყდა, ისეთი რაღაცეები ჩამოვარდა. ნახეთ, რა საშინელებებია ხალხო. და ნახეთ, როგორ ისვრის. გადასარევი, აქ მიეწება კიდე. გადასარევი, კარგად იმუშავა, კარგად დაიწყო მუშაობა. თქვენმა სანთელმა. ოჩახ მომეწონა პირდაპირ ეს
გრუზი, აი ეს გრუზი და ფეხები შეკრულია ეხლა აი აქ რასაც იმავშვები შეკრულია ფეხები, მიხვდით ხო? და ესე იგი ისეა მოჩვენებული, რომ ერთმანეთზე აზის ადამიანები, მიხვდით ხო, რომ ძალით რო წაიყვან ადამიანს, აი ეგ ვარიანტი დაფიქსირდა, მიხვდით ხო? და მეორედ კიდე შეიძლება ასე ავხსნათ, რომ აი თქვენ სიმძიმედე ჩვენება, თქვენთან ყოფნა, თქვენთან ურთიერთობა, ისე აღარ ეჩვენებით ლამაზად და როგორც ადრე ვარსკვლავი იყავით მისთვის და ბრწყინავდით და რო გიყურებთ ან მართლა დემონად ელანდებით. არის ესეთი რაღაცეები სამწუხაროდ მართლა არის, კეთდება და მე მამაკაცი კი არ ამბობს, მაგრამ შეიძლება გითხრან, რომ აი შენ მეშინია, მაგრამ ვერ ამბობს ბოლომდე, რომ აი დემონად მეჩვენები, ხო? ანუ არ უნდა ბოლომდე შეშინდეს თავისი შიში გამოამჟღავნოს, მიხვდით ხო? არა და არის ესეთი რაღაცეები, ხო, მე აი აქეთ უკვე დავწვი ეს გადასაფარებელი, ну რა ვქნა, ესე ხდება ხოლმე. აი უყურეთ, კიდე მოდის, ეს სხვა ჩამოიმა საქნა და აი აქ მიეკრო, აი ეს არის ბავშვი, ესე იგი ვიღაცა აქ ორსულად იყო და არ უნდა გაჩენა და ამაზე ქონდა, არ ვიცი თქვენ გაიგეთ, არ გაიგეთ, აქ მეუნებიან, რომ ქონდათ, ესე იგი, აი ქალის თავით ცხვირპირი, გრძელთმიანი ახალგაზრდა. აქ მეუნებიან ახლა, რომ იყო ის, რომ აი უნდა გაეჩინა, ან ზოგს გაქვთ ეგ ვარიანტი და ბევრმა არ იცით, მიხვდით ხო? შეიძლება თქვენს მამაკაცმაც არ იცის აქ სერიოზული ინკუბები და სუკუბები ქვია, ინკუბები უფრო აი ესეთი პორჩა, მიხვდით ხო, დაბლ ჩაკრებზე, მაგრამ აქ თქვენი ურთიერთობა ზემოდან დაიწყო უკვე გაფუჭება, აქ არის სპეციალურად მაგიური მარილი, აქ კიდე მიწა რა თქმა უნდა და ეს გვაზდიკები, უბრალოდ გვაზდიკა არ არის. გააჩნია ხა როგორი ხმარ, რას დაარქმევ და რანაირად და ვინ, ხო, აქაც ჩაკეტილი მყავს მაკრატლით, მოკლედ დაცვა გავაძლიერე. ან შეიძლება უყურებთ რიტუალებს და ისე აი ცოტა ხანი მოქმედებს, მე ისევ აირევა ადამიანი, იმიტომ რომ აი დამწვა ხელი. იმიტომ რომ ეს არის რა, პრივაროტი და ატვაროტი, ხო? თუ არ გააბათილე ეს სიტუაცია, ხო? ესე იგი იქნება საწავა, ხო? შეიძლება რაღაცა მომენტში გამოაკეთოს სიტუაცია, არ გამოურიცხავ. ან ბევრზე გამოაკეთოს, ვისაც სიმძიმე არ გაქვთ გადასული, გამოაკეთოს, ამასაც არ გამოურიცხავ. იდეალურად იწმინდება თქვენი ურთიერთობა, იდეალურად ნახეთ სულშნასწებელი აროები ერთმანეთზე, ძველი და ახალიც უყურეთ, ახალიც, აი ორსულობა ამოდის გეუბნებით, ორსულობა, ან თქვენ ახართ ორსულად, ან თქვენი გამრავლება არ უნდა მტერს, მიხვდით ხო? ესეც შეიძლება უყურეთ, გველი დაკალაკნილი ნახეთ საპერნიცა, დაკალაკნილი გველი ხედავთ? გადასარევად მუშაობს, ხო, ყველა მხრიდან, აი ესეც არ დაგავიწყდეთ, როგორ არის ორგანო და ასე შემდეგ. ყველა მხრიდან მუშაობს, ყველა მხრიდან მინდა გითხრათ. ეს კი ამას მე ახლა დავეხმარები ჩემი ძალებით, ხოლო ჩემი სანთლით სახელი თუ იცით, საპერნიცას მეტოქეს სახელი. რომ
ასე დაიწვა, დაიფერფლო. ნახეთ როგორ ისვრის? რომ ასე დაიწვა, დაიფერფლო, როგორ ისვრის, ნახეთ. ხედავთ რები ემართება? რომ დაშორდე, რომ იჩხუბოთ ამ წუთიდან. შენ და იმის მამაკაცმა ვისიც გყავს მითვისებული მამაკაცის სახელი მეტოქეს სახელი თუ იცით თუ არა და მეტოქე თქვით რომ ორივე მიჩხუბოთ ამ წუთიდანვე აი ესე ცეცხლი წაგეკიდოთ რომ ვეღარ გაუგოთ ერთმანეთს რომ შენი თქვა მამაკაცმა თავისი რომ ვერ დაეთანხმოთ ერთმანეთს ვერაფერში ვეღარ გაუგოთ გული აგერიოთ ერთმანეთის დანახვაზე როგორც კი გამოჩნდება გული აგერიოთ ერთმანეთის დანახვაზე ნახეთ როგორი გველია ნახეთ გული აგერიოთ ერთმანეთის დანახვაზე, რომ აღარ მოგინდეთ ერთმანეთის ნახვა. რაც კი პრივაროტები გაქვს გაკეთებული წყვილზე, მამაკაცზე, აი წაეკიდა უკვე ზემოთ. რაც კი ესე იგი შავი წიგნიდან გაქვს წაკითხული, რაც კი მე სიტყვები გოგოებო უთქვენოდ აქ ვთქვი, მაგრამ ხა ცოტას გაგაგონებთ, ხო? ბევრი არ მინდა, ხა მაინც ეთერში არ მინდა, ვინმე სხვანაირად არ გამოიყენოს. რაც კი ესე იგი წყევლები გაქვს მიწყევლა, მოწყევლა ამათ ოჯახზე, ამ წყვილზე ხო, ვინც ახლა უყურებს ჩემი გამომწერი, მხოლოდ ჩემი გამომწერი, ესე იგი სტუმრებო გამოიწერეთ არხი, თორე არ იმოქმედებს, არ რეზონირდება. აი ესე ასმაგად მოგიბრუნდეს და აი ესე დაწყევლილმა გატაროს უფალმა, რაც მე აქ დავაპროგრამენ და კიდე არ ვასახელებ ახლა, აი ეს არ აქცდეს, თუ შვილები ყავს შენ და შენი შვილებით, აი ესევე დაიტანჯე, აი ეგრევე ცეცხლი წაგეკიდოს გულმკერდზე, აგეწვას და გული აგერიოთ ერთმანეთზე. შენ თვითონ გამოუშვა, შენ თვითონ გამოაგდო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, შენ თვითონ გამოაგდო. მამაკაცი, აღარ მოინდომო. და იყოს ასე ამინ. ამ სანთელს მე კიდე გამოვიყენებ. ეხა გოგოებო, კიდე უყურეთ. მე გაჩვენებთ ჯერ და მე დავიწყებ ისევ თქვენ გაგიხსნით თოქს. ნახეთ. ძველი. ეს თქვენ დაცვაზე დაეცით, კარგია. ძველი რაც კი ნეგატივია, რაც კი ახლა ვთქვი და რაც კი ახლა ჩავაქსოვე და რა ჩართვამდეც ჩავაქსოვე, ხო? აი ეს ყველაფერი ჩამოდის, გოგოებო, ჩამოგდით, ეს ძველიც აქ არის. ჩამოგდით ყველაფერი და სუფთავდებით. აქ ბევრს ეხა უყურეთ, გოგოებო, თქვენი სახელი და მამაკაცის სახელი მინდით დაასახელეთ. ქალი, კაცი. აი ამას ეხლა მოჭერილი რაც არის, გინთავისუფლებთ. ნახეთ როგორ ეხა დააკვირდით, როგორ აი მოგეშვათ, თითქოს რაღაცა მგიჭერდათ გულმკერდში, თავში, ყელში და მოგეშვათ, მიხვდით ხო, მოგეშვათ. აქაც უყურეთ. დაიწყო, აჰა, მივეხმარე, სხვანაირად ხანდახან არ გამოდის ხოლმე სქელი სანთელი სპეციალურად, იმიტომ რომ შებოჭილია დაცვებით, შებოჭილია ყველაფრით, ნუ აღარ ვიტყვი ყველაფერი უნდა ხო გავითვალისწინე და აქედან გამომდინარე, იმაშრება, რა ქვია, მუშაობს. ეხლა აი ამ ქალბატონს ხო, მოუჭიროთ ყელში, წაუჭიროთ, უყურე? ოპა და წაუჭირე, ნახეთ როგორ წაუჭირე ყელში. ესე ამოვდებ კიდე თოქს.
ესე ამოუდებ თოქს. უჭირეთ ყელში. ვეღარ ისუნთქებს, მიხვდით ხო? ვეღარ ისუნთქებს. ნახეთ, დაიწყო. აი თქვენთან კიდე ჩამოვიდა გოგოებო, აი. ნახეთ, მოდის და ძალიან კარგად მუშაობს. აი, გადასარევად მუშაობს. მადლობა უფალს, რუნის წყობას, სიყვარულის ანგელოზებს, ღმერთს და აი ყველაფერს. ეს ნახეთ, ესე იგი დამალული იმალება, ბევრი საპერნიცა იმალება, ან კაცი იმალება უკვე თქვენი აღარ უნდა იქეთ წასვლა, მაგრამ სირაქლემასავით თავი აქვს ჩაყუფილი, მაგრამ მაინც გადამწვდარია, მიხვდით ხო? მაინც გადამწვდარია. მოვალ ახლა ვეუყურეთ. მაინც გადამწვდარია, მეგობრებო, ხედავთ? აი ესეთი თემებია, ჩემო კარგებო, ეს თქვენია. უყურეთ, გაუშვით, ყველაფერი გაუშვით. არ დაგენანოთ. გაუშვით ყველაფერი, ყველაფერი გაუშვით. არავინ არ შეიცოდოთ, თქვენ ხო არ გიცოდებენ. ზოგმა იცის, ვაიმე უფალი მიხედავს და ვაიმე მისა და ხო, ვისაც გინდათ კი ბატონო, დაელოდეთ რომ უფალმა მიხედოს და მანამდე ეშმაკებმა შეგჭამონ მაშინ და ვისაც არ გინდათ, მაშინ აგერ მეორე ლოყას, ვინც არ უშვერს, ყიზის ჩემთან და ახვედრებს უფალი. ნახეთ, ძირი გამოეწვა უკვე. ესე იგი შუა ჩაკრა, წელის ჩაკრა, საიდანაც მენჯები იწყება, საიდანაც ფეხები იწყება, ხო? უკვე ამუშავდა, ამოქმედდა და ეს ძალიან კარგია, მინდა გითხრათ. ძალიან კარგია. ოხოხო, თქვენთანაც ჩამოვიდა. კარგად ჩამოვიდა, მინდა გითხრათ, გოგოებო, კარგად ჩამოვიდა. ჰაერს მივცემ ცოტა თქვენს სანთელს. აი ნახეთ, რომ გამოუშვეს თოკი, რომ გაგანთავისუფლეთ, ნახეთ როგორ არის. ჩამოდის ბუშტები, ნახეთ, ჯადოები, ჩაკეტილი კლიტეები, ორფეხს ხედავთ, აქეთ-იქეთ გაბერილი. აი მძიმე და დაბიჯებული ყავთ, დაჭერილი ყავთ თქვენი მამაკაცი, მოკლედ რა. აქ ნამდვილად გაიხსნა გზა, აქ ნამდვილად მსხვერპლშეწირვაა გაკეთებული, მეგობრებო. გაკეთებულია მსხვერპლშეწირვა. აქ ხედავ რაღაცებს. აქ შავი ანგელოზის ფრთები ამოვიდა, პირდაპირ შავი ანგელოზის ფრთები და იქ იმ სანთელზე კიდე პროგრამულზე სერიოზული დემონია, მინდა გითხრათ. სერიოზული დემონი. სერიოზული დემონია. სერიოზული დემონია. ჩამოდის, კარგად იწმინდებით, ოხოხო, როგორ მომწონს, აი უყურეთ, ქვემოდანაც და აი უკანაც წამოვიდა, ხედავთ? ოპ, წამოვიდა და წამოვიდა.
აქ ისაუბრეთ ეხა თქვენ მამაკაცთან გაუშვით, თუნდაც სახლში ყავდეთ, არა აქ მაგას მნიშვნელობა მიხვდით ხო? შეიძლება სახლში ყავთ და ისა რა ქვია, არ ხართ ურთიერთობაში, ესეც ხო ხდება, მიხვდით ხო? ესეც ხდება ხოლმე, რომ სახლში ხართ და აი არა გაქვთ ურთიერთობა არანაირი. ესეც ხდება სამწუხაროდ. ხდება ხოლმე. ისე ეხლა რო ცხელა სანთლები აღარ მემორჩილება. დავამაგრებ აუცილებლად. დავამაგრებ. მოკლედ, აი ეს არის თქვენი მეტოქე, აი ეს. თქვენი მეტოქე და გაუგზავნეთ მიდით ახლა. ეს დავიჭერ და გაუგზავნეთ, რაც გინდათ. გულით გაუგზავნეთ, მთელი წყენით, მთელი იმით, მთელი ამით, თქვენ რაც გინდათ, იმით გაუგზავნეთ, მიდით. საპერნიცას. კარგით. ხედავთ ხო? აჰა, ესე. გაგახაროთ, შემოგიბრუნებთ. ეს. ზოგი ეხლაც იგრძნობს რაღაცებს, შეიძლება ისეთი ზარები შემოვიდეს, აუცილებელია მეტოქე კი არ იყოს, მაგრამ რაღაცა ვიღაცა დაკავშირებული იყოს, ან იცის თქვენი მეუღლის სიტუაცია და მალავს, მიხვდით ხო, აი ეგეთი სიტუაციებია. ეხა შავი სანთლიდან გადაუკიდებ, ამან უკვე კარგად იმუშავა. რომ თვითონ ეს მეტოქე დაიწვას თავისივე შხამში ამოიწვას და ამოიბუგოს. ეხლა გოგოებო, აი ამას მე საერთოდ განთავისუფლებთ, კიდე აი ესე და სულ ცოტაღა დარჩა. ამოისუნთქეთ ღრმად და ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ სამჯერ. და თქვენს მეტოქეს მე ახლა ამას კიდე კარგად წაუჭერ. ოპა, აი ასე წაუჭერ და ოდნავღა დაუტოვებ ადგილს. იქით შავი სანთელიც ატირდა. რო ვერ გაიხარო, რო ვერ იბედნიერო. ვერც სულით, ვერც სხეულით, ვერც გულით. ვერანაირი ურთიერთობით. როგორც ცადა დედამიწა განსხვავდება, აი ისე დღეიდან განსხვავებულები იქნებით. აღარ მოგინდება, გული აგერევა. აღარც მასთან შეხვედრა, აღარც მასთან დაჯდომა, აღარც მასთან ჭამა, არაფერი აღარ მოგინდება, არაფერი. მამაკაცთან არაფერი. მამაკაცის სახელი შენ თვითონ გაუღებ კარებს, შენ თვითონ გამოუშვებ სახლში.
შენ თვითონ როგორ დამწვა ნახეთ როგორ დამწვა ხედავთ პარაზიტკა ესა შენ თვითონ გამოუშვებ ხედავთ როგორ წინააღმდეგობს მეგობრებო როგორ წინააღმდეგობს როგორ წინააღმდეგობს ნახეთ როგორ წინააღმდეგობს მე ამას ახლა მაკრატელს გავურჭობ ეს სხვა რამის ღირსი არ არის აი ასე სულ დამთხარა სულ დამთხარა ესე არ შეიძლება ამოუბრუნებ მე ამას სურო იჩხუბოთ სურო ურთიერთობების გარკვევაში იყოთ ერთი სული რო გქონდეს როდის წამოვა შენგან სხვისი მამაკაცი ვისი კაციც ყავს მითვისებული და ვისაც გაქვს პრივატი გაკეთებული ყველაფერს უკან გიბრუნებ ამ აცუშკებს სუშნასწებს და ლიარობს შენსკენ ვუშვებ ვანთავისუფლებ მამაკაცს პრივატებისგან რაღაც პროცენტით არ ვიტყვი ხა ისე როგორ ისე რომ შეეძლოს გონებას ვუხსნი კაცს და შენ გიბინდავ გონებას ეს გიპანოზე რაც გაუკეთე ხო ამ მამაკაცს ეხლა ვუხსნი ამ კაცს მე გიპნოს და შენ მეტოქე გსვავ აი ამ ჩაკეტილ წრეში შენივე გაკეთებულ გაშავებულ ნეგატივში გტოვებ მარტო გტოვებ ესე იგი მიწას ცეცხლი წაეკიდა თქვენ ხუმრობთ გოგოებო ეხა ეს ცხელია მაგრამ მაინც ჩაგახედებთ რომ უყურეთ თქვენი სიტუეიშენი ჩანს ხო ვებია და აი უყურეთ 1 2 3 და გაგანთავისუფლეთ უყურეთ გავხსენი აი საერთოდ გავხსენი ამას ქვია პიტლია აი კისერზე მობმული რო გაქვს ხო ხდები კისერზე აი როგორც რა ქვია ნუ გამოკვანძული ძალით ასე დავარქვათ ქართულად რა რუსულად ცოტა სხვა არის და ბევრმა არ იცის რუსული და თქვენ გაგხსენით და აბა დააკვირდით ახლა როგორ თავისუფლად სუნთქავთ ხუმრობის გარეშე მე არასდროს არ ხუმრობ ნახეთ დააკვირდით როგორ მოგეშვათ როგორ შეგეცვალათ თქვენ თვითონვე აქ ზოგს დაგიწყნარდათ გული ზოგს წამოგახურათ ზოგს შეგცივდათ ზოგს ფეხები გაგეყინებათ ესია ნუ თავრო რო დაგეხვევათ მაგას ორი აზრი არ აქვს მტკნარება ცემინება და ასე ეგ თვითონ იცის აურაც გეწმინდებათ აი ეს შავი სანთელიც როგორ მუშაობს უკვე აი ფეხები გამოყო ბუმერანგი მიდის ბუმერანგი
ცოტა მეგობრებო, ჩემი ხელისთვის გავწევ ცოტა ქნავან თუ სანთელი არ შეიძლება რომ ჩაქრეს და. აჰა, ტესებურად გადაწვა ფითილი, აქვს ხოლმე მნიშვნელობა, ყველა სანთელი არის ძალიან მოლაპარაკე, ნუ ჩემთან ყოველ შემთხვევისთვის და ესე იგი ბევრს გაეწმინდა აქ უკვე ხა რა სიტყვებით ვთქვი მე პრივაროტი ხო ზურგზე აკიდებული არა მარტო თავში და ქვედა ნაწილებზე ხო აი ეს გაწმენდა ეხა მოხდა მეგობრებო და ძალიან უნდა გვიხაროდეს დაცვები არ დაგავიწყდეთ დაიყენეთ ამას გზა მინდა მივცე და თუ არ დავიწვევი მადლობას ვიტყვი მე თვითონ ჩემივე სანთლებზე აი ასე ისუნთქოს ეს სანთელიც უკვე ტირის აი ტირილი დაიწყო უკვე კარგია ჩამოვიდეს ნახეთ ეს შავი როგორ მაგრა დამუშავდა თქვენმა აურამ გამოისროლა გამოანათა ნახეთ რეებია ნახეთ ჭაობები აქ ის ტყეში და იმაშია უღრან ტყეში ნამუშევარი ძველ სოფლებში სადაც ის არის ჭა ძველი ჭა მიდის ბუმერანგები ნამდვილად მიდის ბუმერანგები ნუ თქვენი ფაქტიურად ჩაქრა მარილი გაიწვის და შემიძლია ახლა ორი წამით ვაცადო და ჩავაქრო გაიწმინდათ ფილტვები, ყელი, ჰაერი, გონება. დაიწვას, დაიფერფლოს თქვენ შორის სახელები. თქვენ შორის ყველაფერი, რაც წინაღობები, წინააღმდეგობები გქონდათ მეტოქესგან, საპერნიცასგან. ყველაფერი დაიწვას და დაიფერფლოს. ამინ. ხოლოდ სიყვარული გამოძრავებდეთ. მალე დაბრუნდეს, ან მალე შევიგდით. ხოლოდ თქვენი იყოს. და გონება გაეხსნას. ამინ. რა ვქნათ მეგობრებო? რამდენი ხანიც კიდე დაგჭირდება, უკვე კაი დრო გავიდა, უნდა ვიყოთ ეს შავი გადამასაქნა, მაგრამ მე კიდე, იმიტომ რომ კიდე მომიწერს დავამუშაო. უყურეთ და გაუგზავნეთ. მე ამოვიღებ კიდე სანთელს
და დავეხმაროთ მეგობრებო. დავეხმაროთ ამ საძაგელს, დავეხმაროთ. იტიროს. მეტოქეს სახელი ან მეტოქე თქვით, საპერნიცა სულ ერთია. იტიროს. იკვნესოს. გული ასტკივდეს. სუნთქვა შეეკრას ისე რომ სასტრაფო დახმარება გამოუძახონ და ვერ უშველოს. ან ვერ მოასწრონ. იმიტომ რომ მე ნინიას ძალიან არ მიყვარს, როცა ურთიერთობებში ერევიან, ცოლქმრობაში ერევიან. არ არის შენი საქმე, დაეტიერა შენ ადგილას, ნახე როგორი გველი აქ ხედავ, გველი, როგორი გველი. არ ნებდება, ესე იგი ისეთი არ ნებდება. შავი სამყაროს წარმომადგენლები ესენი. ასევე ვინც გვერდზე ედგა და იცოდა რომ აი ამას აკეთებდა, ხო? მე პრაქტიკოსებს არ ვეხები, ყველას თავის ფუნქცია აქვს, ყველას თავის დავალება აქვს. იმათ იციან თვითონ რომ ვის შავი მაგიის წარმომადგენლებზე მაქვს საუბარი, რომ რა შეჭამთ და როგორ გამოჭამენ მერე ის უშნასწები, ბესები და ასე შემდეგ. ეგ თავიანთი საქმეა. მე დამკვეთებზე ვლაპარაკობ, დამკვეთებზე მხოლოდ. მიხვდით ხო? ვინც უკვეთავს ესეთ რაღაცას რა, შავ პრივაროტებს. აქ არის ახლა არ შეგეშინდეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, არის სხვადასხვანაირი პრივაროტი, აქ ბევრი პრივაროტი დაფიქსირდა გოგოებო და აქ არის კიდე ვინჩანია ნაპაკოინიკა, ესე იგი მიცვალებულზე ისა ჯვრის დაწერა რა, ჯვარი რო დაგწერონ რა. არის ეგეთი ისიც და ეგ არის გაკეთებული, ზუსტად ეგ არის გაკეთებული. ზუსტად ეგ არის გაკეთებული, იმიტომ რომ აი აქ ისეთი რაღაცები დაფიქსირდა, მე ხო ახლა უყურებ კიდე. ნუ აი საშინელი რაღაცეები რა, ესე ფეხებიდან რო წაგეკიდოს, აი ფეხებიდან რო დაიწვარო, აღარ მოგინდეს შენ ლიბიდას გიკეტავ ლიბიდას, რომ აღარ მოგინდეს მამაკაცი საერთოდ და მამაკაცთან ურთიერთობა. ვისი ოჯახიც ყავს გამწარებული ახლა მე ჩემი გამომწერების მხოლოდ აი იმასთანაც რო საერთოდ ურჩხულად მოგეჩვენოს ის ადამიანი, აი ესე აგეწვას დაბლა ჩაკრა, აი ესე პირველი მეორე ჩაკრა. დანარჩენი უკვე დავუწვით გოგოებო, თქვენ არ ინერვიულოთ, დავუწვით. აი ესე იტირე, იკვნესე, ესე ბოლომდე ნახეთ სადამდე მაქვს შევჭობილი, ვიზრუნე, აბა როგორ გონიათ? ესე ზრუნავს ნინია თქვენს სიტუეიშენებზე. მეგობრებო, მამაკაცებო, ბიჭებო, რომ წერენ ხოლმე, რომ აი ბიჭი ვარ და მე რიდებ. იცით, რამდენი მამაკაცთან მაქვს მე დიაგნოსტიკები და რიტუალები ჩვეულებრივი მოვლენაა. და ბევრი მეუბნება დღესაც დამიფიქსირდა, რომ აი ხომარლა ნინია ხართ, კი ნინია ვარ, მესმის თქვენი, მაგრამ რა არის ცით? ანუ რო ატყუებენ გოგოებო, ბიჭებო, იყავით ფრთხილად, აი ესე გადაურიცხავენ ფულებს და მერე ბლოკავენ. აი ეს ვითომ ტაროლოგები, მიხვდით ხო? ვითომ ტაროლოგები არენდოთ ყველას. აი ესე რეკლამას მანიკურებით, პომადებით, იმეებით, დაბერილი ტუჩებით დაგიჯდებიან, ანუ ფასაც განახებენ და მერე ესე აკეთებენ ფულს. ეგენი არიან ჩვეულებრივი თაღლითები, ქურდები და მე მაქვს რიტუალი ქურდებზე და თაღლითებზე. ჩართეთ და უყურეთ, რომ აუცილებელია რა, უკვე სანამ მოგატყუებენ, უკვე ჩართე და უყურე, იმიტომ რომ ესეთი სიტუაციაა, ხო? არ იცი როდის რა ხდება, ხო? არ იცი როდის რა ხდება. ამას ახლა თქვენსკენ მოვწევნე, თქვენს აურას.
ჩართე და უყურე, ხო? დაიცავი თავი. აი ესე თქვენი მეტოქე, აი ესე მიწაში უნდა ჩაწვეს დალპეს. ჭიებმა, მატლებმა უნდა შეგჭამონ. რო ვერ გაიხარო და ვერც კი არა არც გაიხარებ. იმიტომ რომ მესამე პირი ოჯახში და ურთიერთობაში არ არის საჭირო. გაიგეთ ხალხნო. აქ ეხლა ვინც ზის ისეთი რომ თვითონ არის დამანგრეველი, თქვენზე მე სულელი კი არა ვარ, აქ ჰოპ ჩავხდე და მორჩა. აქ დაბლოკილი მაქვს თქვენზე. შავი მაგის შაოსან ხალხს ვეუბნები მე რომ გასაწმენდად დარბიან არხებზე და არავინ აღარ ღებულობს. თქვენზე დაბლოკილია ნებისმიერი ჩემი რიტუალები, ჩემი წმენდები თურთ, ჩათვლი თურთ, არი მოქმედებს, ტყუილა ირბენთ, წადით ჩემი არხიდან გადით ეგეთებო. მე თქვენზე მაქვს დაბლოკილი. ნუ რა თქმა უნდა, ჩემ ყოფილ რამოდენიმე გამომწერზეც. რომ ესე იყო საჭირო. ესე იყო საჭირო. კარგი, რახან გინდა რომ სულ იმას მიქნა. ესე დაიწვა. კი ბატონო, დაგწვა. ნახეთ როგორ მწვავს, ნახეთ აი თვალი. არ უნდა რომ ესე იგი იმას ქნას. წავიდეს, არ უნდა. ყველა კუთხიდან ამოგწვავ. რაც შენ საფლავზე ირბინე და რაც შენ პრივაროტები აკეთე ფოტოებზე და ასე შემდეგ, ყველაფერი უკან მოგიბრუნდეს. აი ეხლა, აი ეგ მაგ ბესებმა, ჩერწებმა, ეშმაკებმა, დემონებმა, სუშნასწებმა, ლარვებმა, ინკუბებმა, სულ ყველამ შეგჭამოს და გამოგწოვოს, მოგთხოვონ, რა თქმა უნდა, მოგთხოვენ პასუხს, აბა რო დაიხმარე და გეხმარებიან სხვის გაფუჭებაში, გაშავებაში, იმათ ჭამა და კვება ხო უნდათ არა? არანაირმა წმენდებმა აღარ გიშველოს, არანაირმა რიტუალებმა არ გიშველოს, ვერც ერთმა ტაროლოგმა და ვერც ერთმა წინასწარმეტყველმა ვერ გიშველოს. ამის სახელი თქვით. აი ასე. ეხა გაცილებისას სამუდამოდ გავაცილოთ და უთხარით რამე მედით. ამინ. აი ეს თქვით, სანამ ცეცხლია. როგორ შემაქანა რო იცოდეთ. როგორ შემაქანა. აი ეს. მე ხა მოუჭირე ბოლომდე აი ესე ვეღარ სუნთქავს. აი ასე. ლამის გადმოვარ და ისე მოუჭირე ღირსია. თქვენ სულ განთავისუფლებული ხართ. მიწა დუღს ხალხნო. გეფიცებით მიწა დუღს აი აქეთ მხარეს რა. მიწა დუღს. კი, კარგადა. შევამოწმე რაღაცა. ეხლა ეს თვითონ ეხა ცოტა ხანი და ჩავაქრობთ და ესე მინდა რომ არ გამოძვრეს. ეს გადავდოთ. მადლობა. ეხლა მე ავიღებ აი ამ თქვენს, აი ამ თოქს. უყურეთ, თოქს. ესე ავიღებ. გავხსნი. აი აქ რო ამ პორჩებიდან და რაღაცეებიდან, ხო? აი ეს დავიჭერ. ეს დავიჭერ. და ეხლა უყურეთ, აი თქვით. მე ეს სახელი ეს არის ჩემი პრობლემა.
ეს არის ჩემი პრობლემა, ჩემი სახელი, მე ვარ ესა და ეს, მე ეს არის ჩემი პრობლემა, ესე და ესე ჩააქსოვეთ ამაში. მიდით. აჰა, სანამ მე მიჭირავს. მიდით, ეს არის ჩემი პრობლემა. ეს სპორჩა, ეს მოიხსნას, ეს ესა. ამას ვერ ვლახავ. დაუმარცხებელი სიტუაცია მაქვს. მიდით, გაცდით. საპერნიცა მეტოქე არ მიდის, ან ახალი მოდის, ძველი რომ მიდის. მე ესა და ეს პრობლემა მაქვს. მორჩა. ეხლა უყურეთ. აი ესე. დავიჭერ. დავთხო. აი ესე. და უთხარით ნახვამდის ამას. ნახვამდის. აი აქ რაც ზაკალცოვკები იყო, რაც პრივაროტები იყო, რაც ესე იგი შავი პორჩები იყო, ესე იგი მკვდარზე, მიცვალებულზე, საფლავზე იყო აქ კიდე შავი პრივაროტის სისხლზე, ადამიანის სისხლზე, თუ ცხოველის სისხლზე, რაც გაკეთებული იყო თქვენს ურთიერთობაზე, ხო? აი აქ ყველაფერი, აი ეს ვინჩანია რო იყო მკვდარზე, ხო? ჯვრის წერა, აი ეს ყველაფერი იწვება, გოგოებო, ყველაფერი იწვება. ამოწმებ რომ კარგად დაიფერფოს ყველაფერი. აი აქ ნახეთ დუხს. როგორც კი დავიწყე აი ამის ისა რომ ეს ჩავაქრობ ახლა ამას. დუხს. მეტოქე დუხს. ნახეთ მიწა დუღდა ხალხნო. მიწა. მოეჭირა ყელში, მოეჭირა. ნახეთ როგორი სულია აქ, ეხა უბრალოდ ცხელია ვერ. აი. როგორი სულია, ხედავთ? აი, სული. ნუ გეშინიათ მე ავკრიფავ ეს შეიძლება ესე ჩემთან ყველაფერი ხდება. აი კარგად დაიწვა ვუყურებ. ამინ. ეს თქვენი პრობლემა, გოგოებო. ეს თქვენი პრობლემა. ნუ მე იმიტომ ვარ ხომ ესე გასმაგებულ, 1000 მაგებულ. აი მე როგორ დამეხვა თავბრო ემაში ვარ. ჩემთვის შეიძლება მე ვიცი როგორ უნდა გავიწმინდო, რა რიტუალის და რა წმენდის მე ვიცი როგორ და რანაირად ჩემ ძალებთან. არა მარტო ძალებთან. ხო? ეს მე ნინია მიხედავს. ეხა უყურეთ. აი ამას მე. აჰა, ჩამოვაცმებ თავზე. ხედავთ? ჩამოვაცმებ თავზე. აი ესე მოუჭერ. პიტლიას გავუკეთებ. კვანძს, ხო? კვანძს. აი ესე კვანძს გავუკეთებ. ეს დამჭირდება. მერე. უყურეთ როგორ არის. აი ასე რომ მოინდომოს თავის ჩამოხრჩობა მერე თვითონ. მიხდით? თვითონ რომ მოინდომოს თავის ჩამოხრჩობა. თითო და ნახავთ, განახეთ. ასე. ეხლა შევკრავ მე ასე. ამას მე გოგოებო უთქვენოდ დავამთავრებ. იმიტომ რომ მე არც ერთ რიტუალს ისე არ ვამთავრებ, თქვენ გემშვიდობებით ხოლმე ყოველთვის, თორე ყველა რიტუალს თავისი დასასრული და დასაწყისი აქვს.
აი უყურეთ რა მოუვიდა თქვენს მეტოქეს. ალბათ უკვე იცით რომ კარგი დღე არ დაადგება. აი ხა ნინია რომ გათიშავს კამერას. შეიძლება სუიციდით სცადოს, გაგიჟდეს, ვისაც სასმელი უყვარს უფრო მეტად დალიოს და უკვე მოჩვენებებით დაეწყოს. გაურთულებს სიტუაციას. სანამ არ დაგანებებთ თავს და თქვენს მამაკაც არ მოეშვება, აი ეს დღეში იქნება. ამინ, ამინ, ამინ. ესე იყოს. სულ ეს იყო, მეგობრებო. საათი და 14 წუთი დაგვჭირდა, მაგრამ ღირდა. ამას უყურეთ, ერთხელ ყურება არ გიშველით. სულ ცოტა 6 ჯერ უნდა უყუროთ. თვეში 6 დღე. დღეში ერთხელ. მიხდით ხო? და 9 ლარი იქნება გამოსასყიდი. წავედი ახლა მე მივხედო თქვენს მეტოქეს, აქაურობას, დავამთავრო და თქვენ მშვიდობიან დღეს ან ღამეს როცა უყურებთ, გისურვებთ. მადლობთ რომ ესე გიყვარვართ და მეც ძალიან მიყვარხართ. ამაზე თქვენ ხო იცით უკვე რომ როგორ დავამთავრებ, ხო? დროებით მომავალ შეხვედრამდე. მოიწონეთ ვიდეო.